ბექა პაპაშვილის 7 დღით პატიმრობაში გაშვებას ხმაური და დაპირისპირება მოხდა ჯერ სასამართლო დარბაზში, ამის შემდეგ კი გარე პერიმეტრზე შეიძლება ითქვას, რომ გამოყარეს ეს ადამიანები ძალის გამოყენებით, ერთ-ერთ გოგონას ხელზე დაზიანებებიც კი აღენიშნება და სწორედ ამასთან დაკავშირებით ახლა მანდატურებთან, ზოგადად სასამართლოს თანამშრომლებთან მიმდინარეობს საუბარი, მოძალადეებო, ასე ეძახიან აქ მყოფი ადამიანები მათ. იგორ ნარმანი არის ჩვენთან ერთად. იგორ, გამარჯობა, რომ გვითხრა რა ნახეთ, რაც განვითარდა სასამართლოს ჯერ შიდა პერიმეტრზე და შემდგომ უკვე გარეთ ეს ძალის გამოყენებით გამოყრა. ხალხის რას ნიშნავს? პირველ რიგში ბექა პაპაშვილი დააკავეს უსამართლო და უსაფუძვლოდ ამ უსამართლო სასამართლოში და ჩვენ ყველგან ყისიერ საკადრის პასუხს გავცემთ ამ უსამართლო სასამართლოში მოკალათებულ იმ ვითომ მოსამართლეებს და სინამდვილეში ბიზნეს ცირკის მონაწილეებს, რომლებიც აქ არიან მოთავსებული ადამიანებს, სავიშვილის თანატოლებს ყრიან ციხეებში. მათ შორის ამ მანდატურებმაც უნდა იცოდენ, ეხლა ძალით რო გამოირჩევენ, ჯერ არავისზე ნაკლები ძალა აქ არ აქვს. მე არავისზე ნაკლები ბიჭობა არ აქვს და ხედავთ როგორ ექცევიან გოგოებს, რომელსაც ესე ძალის გამოყენებით ყრიან და არ ვიცი ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცი, არ შვილი არ ყავთ სახში გოგო, არავინ აცავი არ ყავთ, დედა არ ყავთ. არ ვიცი საერთოდ ბიზნე ივანიშვილმა ისე გააკეთა, რომ სახე დააკარგვინა სისტემის ყველა მონაწილეს და სისტემის ყველა მსახურს. ამიტომ ამ ადამიანებმა ძალიან კარგად უნდა იცოდონ, რომ მათი სახელები და გვარებიც არ დარჩება შეუმჩნეველი გარდა პროკურორებისა და გარდა იმ ეგრეთ წოდებული მოსამართლეებისა. მანდატურები, რომლებიც აქ არიან, ეხლა ამ შენობაში და ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ ადამიანების მიმართ, ჯერ ესეთი არავის არ ეშინია მათი. და მე მეორე აუცილებლად მოეთხოვებათ მათ პასუხი. მადლობა, უსმენდით იგორ ნარმანიას. უჩა ქემაშვილის დას აღენიშნება დაზიანებები მკლავსა და მხარზე. აი მათ შორის შეგვიძლია ვნახოთ, თუ შეიძლება სერგი რომ ახლო კადრით ვაჩვენოთ. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, როდესაც ფიზიკური ძალის გამოყენებით მანდატურებმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გარეთ გამოყარეს ადამიანები, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს მოსამართლის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც 7 დღით გაუშვა პატიმრობაში ბექა პაპაშვილი. მე მოვისმენ თქვენს კომენტარს, ორი ასპექტი მინდა მიმოვიხილოთ. უპირველეს ყოვლისა თქვენი ძალის გამოყენებით გამოგდება და რა თქმა უნდა თქვენი ძმაც პატიმრობაში გაუშვეს რამდენიმე საათის წინ და ესეც რომ შევაჯამოთ ეს ქრონოლოგია ეს ყველაფერი რას გაჩვენებთ ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება რომ არ უნდათ რომ სიტყვის თავისუფლება იყოს ჩვენ ქვეყანაში ჩემი ძმა გაუშვეს 10 დღით პატიმრობაში სრულიად უსამართლოდ და უმიზეზოდ მიზეზებიც ვერ მოიყვანეს რაღაცა სისულელეები თქვეს და კარგი არ აუშავს თავარია რომ მოღალატე არ არის ჩემი ძმა და პატრიოტი ბიჭია და 10 დღე მალე გავა არაუშავს ჩემ ძმას მიუმართავ რომ ხნედი ყავი მაგრად იყავი და ყველა პატიმარს მოგმართავთ რომ მაგრად იყავით ყველაფერი მალე შეიცვლება და ასევე ბექა ჩემი მეგობარი გაუშვეს 7 დღე ამ პატიმრობაში და ძალის გამოყენებით გამოგვათრიეს რასაც ნიშნავს ძალის გამოყენებით და ასე გვათრიეს მოკლედ მთელი ეზო კი ბატონო, აი თქვენი ძმა ცნობილი არის საკუთარი ხილის დარიგებით, ხო, აქციებზე და მათ შორის ძონძი უწოდა მან ქართული ოცნების დროშას და დროშაც კი არ არისო ასე თქვა. აი როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება მისი დასჯა, არის თუ არა ეს საჩვენებელი? ნამდვილად კი, ანუ ქართულ ოცნებას გონია რომ ყველაფერი მათი არის, მთელი კანონი და ყველაფერი მათკენ არის, მაგრამ არა, ჩვენ არ დავიღლებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე და თავისუფლება პოლიტპატიმრებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თავისუფლება პოლიტპატიმრებს ეს იყო უჩა ქემაშვილის ბოლოს სიტყვები, რომლითაც მან აქ არსებული ვითარება შეაჯამა. თინა ბოკუჩავას ხედავ, ქალბატონო თინა, გამარჯობა. თქვენ შეწარით იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა სასამართლო დარბაზში, როგორი ძალის გამოყენებით გამოათრიეს ახალგაზრდები, დაზიანებებიც კი აქვს რამდენიმე მათგანს და მათ შორის ჩვენც დავშავდით მცირედით, მაგრამ მაინც. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, მათ შორის ბექას პატიმრობაც და მანამდე უჩა ქემაშვილიც დააპატიმრეს და ეს ყველაფერი სრული ქრონოლოგიაც რომ შევაჯამოთ და შევაფასოთ. ბექა პაპაშვილი არის გამორჩეული ახალგაზრდა ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ რაც მთავარია, გამორჩეულად მებრძოლი, პრინციპული, შეურიგებელი ახალგაზრდა, რომელიც პროტესტის პირველივე დღიდან არის რუსთაველის გამზირზე და დარწმუნებული ვარ, რა წამს გამოვა საპატიმროდან, ისევ რუსთაველის გამზირზე დადგება იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ლელა ცაგარიშვილს რაც შეეხება ეს სამარცხვინო მოსამართლედ წოდებული ივანიშვილის
რეპრესიული მანქანის ჭანჭიკი აუცილებლად აგებს პასუხს ამ მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა თავისთავად გასაკვირი არ არის რომ წულუკიანისთვის მოღალატის სახელის დარქმევისთვის დღეს ბექა პაპაშვილი ციხეში გაუშვეს, იმიტომ რომ მარიამ მასონ ლაშხისთვის მოღალატის დაძახებისთვის ქალი აქტივისტები, ახალგაზრდა გოგოები გაუშვეს ასევე ციხეში. რა თქმა უნდა, ეს რეპრესიები, ასეთი ძალადობა დღეს მაგალითად ცემატყებით რომ გამოაძევეს ახალგაზრდების თქომათა დარბაზიდან მანდატური სამსახურის წევრებმა და არიან დაზიანებული ქალებიც, თქვენ ხედავ რომ მცირე დაზიანება გაქვთ, თუმცა ესეც გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ჟურნალისტები მუდმივად ხდებიან კონკრეტული სამიზნე ივანიშვილის რეპრესიული მანქანის, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენი შეუპოვრობით არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები იგებენ სიმართლეს. ესეთი რეპრესიები ემსახურება, რა თქმა უნდა, საზოგადოების გაჩუმებას, დაშინებას, სიმართლის მოსპობას და ასეთ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში იჭერენ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში ივანიშვილის რეპრესიული რეჟიმის თანამზრახველობა სრულიად წარმოუდგენელია და მიმაჩნია იმ დიდი ეროვნული ბრძოლის ღალატი, რომლისთვისაც ყოველდღიურად ახალგაზრდები თავიანთ თავისუფლებას წირავენ. ძალიან დიდი მადლობა უსმენდით თინა ბოკუჩავას, ასეთი არის ახლა ვითარება საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ადამიანებმა ბექა პაპაშვილის მეგობრებმა და თანამებრძოლებმა მას შემდეგ გადმოინაცვლეს აქ, უпростоრად ძალის გამოყენებით გამოყარეს, როდესაც ცადეს და გააპროტესტეს მოსამართლის გადაწყვეტილება პაპაშვილის 7 დღიან პატიმრობასთან დაკავშირებით. ისინი ახლა აქ რჩებიან და ამბობენ, რომ მოსამართლე არის მონა და მხოლოდ ქართული ოცნების დავალებებს ასრულებს, რაც არ არის გასაკვირი, თუმცა ასეთი იქნება ყველა პატიმრობასა და ყველა გადაწყვეტილებაზე მათი რეაქცია. ამბობენ, რომ ბრძოლას აგრძელებენ და დანებებას არ აპირებენ. დიდი მადლობა ხატია, დაგემშვიდობა.